მოქმედთა საქველმოქმედო საზოგადოება მიმინოს ეგიდით 15 მარტს მწერალთა სახლში 14 საათზე ჩატარდა დაჯილდოება ნომინაციაში მე მიყვარს გალა. ჯილდოვდებიან ხალხის რჩეული ეთერ ჯაფარიძე, მაია ჯაფიაშვილი, ნანა აბულაძე, ნათია ჭიმშელეიშვილი. ჟიურის გადაწყვეტილებით მაია კახიძე, სოფო ებრალიძე, ირაკლი ნადარეიშვილი, თეიმურაზ ღვინიაშვილი, გიორგი აღლიაშვილი, აბრო ქვემოხეველი, თენგიზ პაპაშვილი, ჯგუფის გადაწყვეტილებით სვიადი ფეიქრიშვილი. ყველას გთხოვთ მობრძანდეთ დაჯილდოებაზე, ან გამოაგზავნოთ წარმომადგენელი. დასწრება თავისუფალი. დღეს არის ძალიან საინტერესო დღე. გაზაფხულია და თავისთავად გაზაფხულს უხდება სიახლეები. გაზაფხულს უხდება სიყვარული, ურთიერთობა და სწორედ ეს დღე არის დღევანდელი დღე. მე მინდა უპირველეს ყოვლისა მადლობა უთხრა საზოგადოება მიმინოს. იცით, ყოველთვის მაუცებს ვალიკო და ნინო. იცით რატო? მეც ყოველთვის მოვაცებე. იმდენ პირველი ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მრავალი ავტორიანი წიგნი გამოვიდა ქველმოქმედებით. ერთი კი არა, სამი. ეს იყო ისეთი სასიამოვნო და საოცარი ჩემთვის დღევანდელ დღეს ახლა არავის არ გიკვირდა ალბათ რომ წიგნის გამოცემა ძალიან რთულია არის დაკავშირებული ფინანსურ პრობლემებთან და მე ბევრი ავტორი მყავს რომელიც მეუბნება წიგნი მინდა გამოცე და პენსიას შევაგროვებ და გამოცე გული მტკივა სამწუხაროდ და აი როდესაც აი ესეთი მრავალავტორიანი წიგნი გამოდის ქველმოქმედებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა ვალიკო. და მე მიხარია რომ თქვენი მეგობარი ვარ და შემიძლია ეს ხმამაღლა თქვა სიამაყით. და ასევე სულ ახლახანს კიდევ იყო კონკურსი, სადაც ასევე დავაჯილდოვეთ ჟიურის წარმომადგენლებმა შეაფასეს და დაჯილდოვდნენ და იცით რა მინდა გითხრათ. ახლა არ მინდა რამე სულზე ვილაპარაკო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ამბობს, რომ ფარატინია ფურცლები, იცით რა მინდა თქვა, მე მახსოვს თითოეული სახე და მათი გაგებებული სიხარული, როდესაც მათ გაიგეს, რომ აი ამ პრემიის ნომინანტები არიან. ეს იცით რა არის, სულ პატარა სიხარულია, გეთანხმებით, ადრე მაგალითად კომუნისტების დროს თვითონ პრემიას თანხა ახლდა სამწუხაროდ. წერალთა კავშირსაც არ აქვს ამის საშუალება, რომ თანხი გადაიხადოს და პრემია ასე გადაგასცეს. მაგრამ აი თუნდაც ის, რომ დღეს დღევანდელ დღეს ამ ნაცისტებობაში, ამ გარდამავალ ეპოქაში, როცა ვეღარ გაიარა და ვეღარ გადავდგით წინ ნაბიჯი უკვე 30 წელზე მეტია, არაუშავს ისტორიისთვის, ასე რომ ამბობ სუმეურნებიან, იცი რა, ისტორიისთვის 30 წელი არაფერია, მაგრამ 30 წელი არის ერთი კი არა, რამდენიმე თაობა უკვე. და ამიტომ ელიცი ჩემი თაობა საკუთარ თავს ამოხეულ ფურცელს ეძახის. მართლაც ასეა და მე მინდა დღევანდელი დღისთვის კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა. ეს იდეა ვალიკოს ეკუთვნის თუ ნინოს არ ვიცი, მაგრამ მარტია, იცით რომ მარტის თვე გაბარგელების თვეა. და აი ეს კონკურსი მე მიყვარს გალა მარტის თვეში. სწორედაც რომ უნდა ყოფილიყო და იცით რა ვიფიქრე, მაგრამ აქამდე რატო არ იყო? ახლა რომ ძალიან კარგი გაისაკეთებს იქნება, შემდეგაც იქნება და მინდა რომ ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ. და უმთავრესი და პირველი, ესეც ჩემი გაოცება და მინდა აუცილებლად თქვა, როდესაც შევიწყე ამ კონკურსის შეწყობა და უძახოთ, ხო, შესახებ
იცით, ბოლო ხანებში ხშირად გამიგიანებიათ, რომ აი კონკურსში არ მივიღეთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ტენდენციურია და არ ვენდობთ. იცით რა, ეს არის პოეზია. პოეზია თითოეული ადამიანი ინდივიდია და მე შეიძლება მომწონდეს და შეიძლება სხვას არ მოწონდეს. არ არის სავალდებულო, რომ ყველას ყველაფერი მომწონდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ რაღაცა დოზით მართლაც შეიძლება იყოს რომელიმე კონკურსი ტენდენციურია. არავის რა მოხდა და აი ამჯერად დღევანდელი დღე იმით არის განსხვავებული და განსაკუთრებული, რომ ეს კონკურსი შეფასდა Facebook ლაიქებით. ლაიქია, ხო? Facebook შეფასდა. ეგრეთ წოდებული ლაიქი. მოწონება. ესეც ძალიან კარგი. ყველა კარგად ვიცით, რომ ეს ჩვენი არსებობის, აი, წყაროუთრათურა დაუძახოთ, არიცი არის Facebook-ი. მე პირადად დილარო თენდება, უნდა ჩავთვალო აუცილებლად ნახო მოწერილები და რაღაცა გვახალისებს. ბევრი ცუდიც არის, თუმცა, მაგრამ არავშავს ამასაც მაგალითად. და ის სწორედ ეს შეფასებები ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ ტენდენციას უკვე არავითარ შემთხვევაში ალბათ არ ექნება გარკვეული ადგილი. და ასევე დიდი მადლობა მინდა უთხრა ნიკოს, ჩვენს მემატიანეს. აი, რამოდენიმე ჩამოთვალე, რამაც გამოვსა და მე ველოდები, რომ კიდევ ჯერ გამოცდები და მე თქვენს ვერ გითვალ, ყოველ ჯერზე. ეს მინდა გითხრათ და ნიკოს ჩვენს მემატიანეს, იცით რა, დღევანდელი დღე მე შეიძლება ნიკოს წინს, მაგრამ ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი არ არის მაინდა-მაინც კარგი. მაშინ, როდესაც დღეს ცენტრალური ტელევიზიები 50 ტელევიზია ამერიკული საქართველოში არ აშუქებენ წერილობას. ძალიან ცოტა რეალეთი, ობიექტივი, ძალიან ცოტა და ამასაც დაფარვის ზონა აქვს ძალიან მცირე. ხო და მაშინ, როდესაც აი ეს ფილმები იქმნება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდარი არქივი, ეს უკვე არის, იმიტომ რომ გავაძლევი მე დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა მოიძიებს ამას და მადლობას ეთქვის ჩემთან ერთად და და ყველას მოგესალმებით მეგობრებო, ყველა დარწმუნებულია რომ გულით უგოცავთ ქალბატონ მანანას და მე იმის ბედნიერი ვარ, რომ ქალბატონ მანანა თulis ჩემ მეგობრად თავს და მე ნათქვამი ქალბატონ მანანა სანამ მე რამეს ოდნავ დავაკეთებ, თქვენის იმედით ვაკეთებ, იმიტომ რომ ყოველთვის გვერდში ვიგეხართ მეც და ნინოსაც. ასევე რა თქმა უნდა თქვენს მეგობრებო, ეს გამორჩეულად მარტო ჩვენ, არა ჩვენ თავზე არის. იმიტომ ქალბატონ მანანა ეგეთია სულით, მე ეგეთი გავიცანი. თქვენ? კი, ჩვენ. უკაცრავად ვირში რომ ჩამოვედი და რაღაც უხედავად იმისა ძალიან ბევრი განათლებით არ ჩამოვედი სკოლის სკოლიდან, მაგრამ აულაბარში იყო ასეთი წარწერა. იმ წარწერას დღესაც დავეძებ. კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად კარგი. აბა ყოველ დღე შენ თავს კითხე აბა ეს ვის რა ვარკი ვარიკო და ნინო ზუსტად აი ამ გადასახედიდან და ამ მიმართულებით ხედავ ბატონ ვალიკოს და ქალბატონ ნინო ბატონებიც არა მარტო ჩემს მიმართ, არამედ დიდი ხანი არ არის რაც ვთქვათ შემოძაბნეთ წერათა კავშირში და გარკვეულწილად თავისი საქველმოქმედო საზოგადოებრივ მიმინოზე აქტიურად მუშაობენ. გააკეთეს ახლა თვითონ შეიძლება არის საუბრო, მაგრამ ყველაფერი ვიცით რომ უანგაროდ გააკეთა მაია გააკეთეს სამწინი გააკეთეს ასე ვთქვათ ძალიან დიდი მადლობა საჭიროა და გახარებას დაიწყო. კიდევ ერთხელ საძირკვით შემომეგობრებო, თქვენთან ერთად მივესალმები იმ პირველ საზოგადოების წევრებს, რომლებიც უნდა ყოფილიყო გარკვეული მიზეზების გამო
ვერ დაგვესწრენ მათაც რა თქმა უნდა გულით პირესავერი და აი ამ კონკურსთან დაკავშირებით თქვა ერთი რამ ჩვენ როდესაც ეს კონკურსი შევიმუშავეთ ხალხო მანანა თქვა ისე იდეა იყო ვალი კონსტიტუტ მინუს მე ამას ვიტყვი ხალხო მანანა ჩვენთან ოჯახში მნიშვნელობა არა იდეალისია თავარია განხორციელებას როგორ გავაკეთებთ ისე რომ რამე საყდური არ მივიღოთ და ამას ვმუშაობთ ასე რომ ორივენი ვართ იდეის ავტორებიც ყველაფერში და ორივენი ვართ კიდე ამ საქმის განხორციელებაში ჩართული ასე რომ მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას რომ თქვენ ყველანი გამარჯვებულები ხართ ჩემო მეგობრებო ვინც ესწრებით ვინც ვერ ესწრებით აქ აი ამ საღამოს ყველანი გამარჯვებული ხართ ვინაც კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა იმიტომ ხართ გამარჯვებულები რომ თქვენ გიყვართ გალა თქვენ თქვენებურად აღწევთ ამ ყოველივე სიყვარულს და ამით ხართ ბედნიერები რომ თქვენ გიყვართ გალა ეხლა კი ხალბატონი მინო ხალბატონი მანანა არ ვიცი როგორ შედარდებიან დაიწყებენ დაჯილდოების ცერემონიას დაჯილდოებას დაიწყებთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას ამ წარმატებას და მინდა გითხრათ რომ მართალია მეც ალბათ გულდამწყდება და რომ არ გამარჯვდა ყოფილიყავი მონაწილე მაგრამ უბრალოდ აქვს რაღაცა საერთის ვარი და იმის იქით მართლა 3 ადამიანი 12 ადამიანამდე გავზარდეთ რომ ყველა გამხარებინა ერთმანეთზე საუკეთესო მისები შემოვიდა ატარა რაღაც დარღვევების გამო შეიძლება დავიცუნეთ და სხვას გავამარჯვებინე და ეს იმას აღნიშნავს რომ ვინმე დავიცუნეთ ყველა გამარჯვებულია ნამდვილად 95 ლექსი შემოვიდა და 95-ივე სტუდიოცა იმიტომ რომ გალას ლექსი მინუსმა ეს უკვე დიდი მიღებაა ეს არ არის უბრალოდ საქმე ასევე მინდა გითხრათ რომ ზე უკვე 66 წელი შესრულება გალას განაცხადებიდან ვიცით რომ 7 მარტს 2019-წელს გადაიცვალა და ვინმე იმის რატომ არა საიუბილეო დღეს იმიტომ რომ აი ალბათ მის გასულმაც ასე იქნება და სპონტანურად მოვიდა ჩვენს ოჯახში უკეთეს გადაწყვეტილება უბრალოდ საუბრობთ და ხომად დავაწესოთ მე მიყვარს გალა და დავაწესეთ ალბათ იმედია უფასოდ გავაგზავნებთ კიდევ გილოცავ დიდი მადლობა ყველასთვის დავიწყოთ მე რო გამოვიდოს აი მე აბუთავის ვაში გამესწრებს აბა ის არის ახლა კაცი ვარ მომგალაკიც ის ნება მოდიშო მართლა ჩემ სიტყვას დავამატებ იგივეა ყველა მიწოდეთ აქ ვინც მზადებით ვინც კონკურსში მონაწილეობა მიიღეთ გახსოვდეთ რამოდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ვის გიყვართ გალა და ავაკეთებთ წიგნს ესეთი გეგმა ეს უკვე დამოკიდებულია იმ ხალხზე ვისაც უყვარს გალა და ვისაც სურს წიგნში მოხვედრა გამომდინარე იქიდან რამდენი ადამიანი დაგროვდება იმის დამხებით ვიმოქმედებ წიგნის გამოშვებასთან დაკავშირებით გაიყვანისინებ და მე არავინ არ მითხრას ვაიმე მე ვიან გავიგე დიდი ბოდიში ვიან გავიგე მეცნები დავადებინებდე ალბათ კარგი იდეაა ძალიან რატომაც მარტი ითვლება გამარჯვების დღეს და მე მინდა უარეს ინფორმაცია გითხრათ წიგნის გამოცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია მიხარია რომ ეს იქნება ასევე გამოდის ჟურნალი პირველი სიტყვა და პირველი მიეძღვნა ჯგუფს ვარს მეორე მიეძღვნა ტელენტ გრანელს და მესამე ეძღვნება გალას გალაქტიოს და მე მთხოვეს რომ თუ ვინმე სურვილი ექნება ლექსები გამოგიგზავნო აი ეს ინფორმაციისთვის გითხარით რაც შეეხება დღევანდელ დაჯილდოებას რაც თავარია დიპლომი ვიზუალურად ძალიან მომწონს და თვითონ ნომინაციაში მე მიყვარს გალა დიპლომი გადაეცა ეთერ ჯაფარიძეს next cycle Nice.
ჯილდო გამოაჩინეთ აქეთ გადავიღო. მოგესალმებით. დიდ მადლობას მოვახსენებ შემოქმედებით გაერთიანება მიმინოს ასეთი კარგი წამოწყებისთვის, კარგი იდეისთვის. საშუალება რომ მოგცა მონაწილეობა მიგვეღო და ჩვენი სიტყვა გვეთქვა ასე ვთქვათ ამ კონკურსში. მადლობას მოგახსენებ მოგზადებულ საზოგადოებას. გალაქტიონი ნამდვილად გუბერაზე პიროვნება მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულია მარტია და ეს გალაქტიონის გარდაცვალების თვეა, გალაქტიონი არ გარდაცვლილია, ის თვითმოცხალი იქნება, ჩვენს კურებში იქნება და საქართველო ბედნიერია, რომ ყავდა გალაქტიონი, ყავს და სულ ეყოლება გალაქტიონის ლექსებით გავიზარდე მე პირადად, გალაქტიონის თოვლი, მესაფლავე, უსიყვარულოდ, მედაღამე და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო, მერი არ არსებობს მე მგონი ადამიანი, ვისაც ცოტა თუ რაღაც მეტნაკლებად პოეზია უყვარს, ლექსები უყვარს და ეს ლექსები წაგებული არ ქონდეს და არ იცოდეს. რაც შეიძლება ჩემს მოგზალებულ ლექსს, რომელთაც ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, შარშან არც მახსოვდა, რომ 17 მარტი გალაქტიონის გარდაცვალების დღე იყო, უცებ ფეისბუქში შევდივარ და დავიგე რომ გალაქტიონის გარდაცვალების დღის ყოფილა და დებდნენ გალაქტიონზე ლექსებს. იმდენად მოვიდა და იმდენად მიყვარს გალაქტიონი და იმდენად ჩემშია, რომ აი ექსპორტად რაც მოვიდა რამდენიმე სტროფი აზრად იმ წუთას ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე და დავწერე ზუსტად ეს ლექსი დავწერე თქვენს და და მადლობა ჩვენი გამოგზავნეთ ლექსი. როშჩვან სიტეს გაიმღამეს მერი და მესამლავეს გულის ტკიოდა სულში ვარცოფად გექცა მეწყერი ცემლის მდინარე უხვად გზდიოდა თვარე აკრთობდა ნისლიან უბეს სისტატნობიდან ფანტელი წვიდა უსიყვარულოდ დარჩენილ გულებს თვით სიყვარულის სიწმინდეს ჯიდა ისე ბჟუდავდა სარკვლიდან ნალი ირმებს წყუდოდა წყარო ანკარა უსიყვარულოდ დარჩენილ გულ ვიცი არა ეს შენი ბრალი სანთლების გვერდით რომ არ დაუნკარხა თუ არს ვინმე პოეტის მეტი სადებს რეკავენ განასიონის ო საქართველო გაკლია ხელი კალამი შენი გალაქტიონის მადლობა ახლა მე მინდა გამოვაცხადო ძალიან ჩემთვის სასიამოვნოდ მისაღები ეს ნომინაციაში მე მიყვარს გალა ირაკლი ნადარეიშვილი ჟიურის რჩეული დიდი მადლობა आपण मुझे ऐसे में बिल्कुल अपन वाले को काम करने में काम करने में अपन सोनिया ने सेटुआ है ना सेटुआ ने जिम्मेदारी भी है सामने के साथ में शी असल में जो सिचुएशन है ये का मंदारो आपने देते पोएजीज इन ब्रेव्स रोमेसas გამულებს თითოეული ჩვენ დაგარა და ეს 1 საათი თუ 2 საათი იქნება ალბათ აი ამ სასრულობაში ერთი ლამაზი დღე, ლამაზი ფერით და რა თქმა უნდა პოეზიის მეფისადმი ძველი იმ კონკურსის აღსანიშნავად, რომელსაც თვითონ ჩვენთაგანი სიხარულით შეიძლება მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტა. ალბათ მოგიხდით და გალაქტიონს შენ საკრალობით 9 რიცხვის თქობით 9 სიყვარულის საფალანის მზიდო შენი სამყაროს 9 ღვინის თაში ჩამბალი ლექსის მარაგი იდო ივლისისფერი ყინვის თასებით მთვარე დათოლი ლავებს ათრობდა და პოეზიის იისფერი თოვლით შენს ზამთრის ბაღებს მუდამათობდა ვეღარ გამომართეთ შენ შემდეგ სიტყვა როგორც ლირიკის ატეხილი მოგული და პოეზიის ხორღას დარჩხავით აფრეალებულ ფორმების გუნდი ახალ მერნების ჭირფინებს რემა
და ლადამს ყუნებდნენ თითქოს ვედრებით, მაგრამ მხედრობა ვერ შევიშნოვეთ, რადგან ყველა კლავშენ გედრებით, ხო, შენ რომ ყავდა ისეთი, უნდა მოშუნეთ დოსტნით სრულებულების და აუგლის ბახტანის რომ აღალობე შარს დახვრეტილი თავისუფლების ვერ შეგასკეთეს გაშლილი თები გვარძელის და შულის გახდნენ ძევლები, რადგან საკუთარ უკნავებისკენ მიგაგროვებდნენ ლურჯა ცხენები, შენ ბედისწერაც თვით შემოქმედო, ლექსით ეჭერე და რითმებით თალე დავით, ვირკვინი უკდავებისა, თავზე დაიდი ხაწმის მთვარე. ჟიურის ასე არ გადაეჭდა, ამიტომ დავამატებთ დანარჩენი ადამიანები. უღრმესი მადლობა. ახლა მინდა ნომინაციაში მივიყვანს გალა მაია ჯაფიაშვილის ხოლო ხალხის რჩეული ვერტოლები დიდი მადლობა ყველას, საბატონო მანანა, დიდი მადლობა საქართველოს საზოგადოება მიმინოს უღრმესი მადლობა რომ ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებთ და ამწყება ავტორებს ასე ვთქვათ ხელშეწყებას ხელშეწყიდან და ყველა იმ ადამიანს უცნობ ნაცნობს ვინც ერთი ისეთი გამიგზავნა იმიტომ რომ ბევრი უცნობი ადამიანის მოწონება იყო და ამისთვის ნაკლიერებას და უღრმესი მადლობა ყველას რომ არა მათი მოწონებები მივიდეს ახლობაში არ იქნებოდი, თუმცა აუცილებლად დავესწრებოდი ამ კონკურს პრეზენტაციას, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მიყვარს გალაქტიონ ტაბიძის შემოქმედება, ჩემთვის ერთ-ერთი სიყვარელი ავტორი არის და ყოველთვის მისი ლექსი რომლის საათია ეს მოხსენდება ხოლმე და აი ბავშვობიდან ეს ლექსი მიყვარდა ძალიან და წამდავდუმსაც დავხედავდი რომ აი ახლა რა უნდა გავაკეთო და რაღაც ისე მობილიზებული ვიყავი ხოლმე რომ თითქოს გრაფიკი მქონდა დაწერილი და აი ეს ლექსი იყო ჩემთვის მოტივაციის წყარო. Þetta ჩეხება ჩემს ლექსს, რომელმაც ასე ვთქვათ. კი. სტუდენტობა ის პერიოდში ცხოვრობდი ოქროს უბანში და ყოველთვის არის ჩალოხიშვილის პირველი კორპუსიდან ფეხით მიყვარდა რედაქციონის ხიდამდე ჩამოსვლა და განსაკუთრებით როცა ბაში. და ძალიან მოვიდიოდი, შეიძლება სათვალსოლებულიყავი, მაგრამ აი ფეხით უნდა წამოსულიყავი ხშირ შემთხვევაში და აი ამის პერიოდშიც მიწევდა მე ბიბლიოთეკიდან წამოსვლა რაღაც და ერთველი დღესაც 2 თვის წინ გამოვიდა რამხიძე დილაუნდენია რაღაც საქმეზე ჩამოვედი და ისი ადრე მომიწია ჩამოსვლა რომ მართლა არავინ არ ჩაჭარბდა და კაციშვილი და გამიკვირდა ახლა მილიონია გალაქსი როგორც უნდა და რაღაც აი ეს ლექსიც მაშინ გამოვიდა ამ ლექსის დაწერისია და სახში მივედი თუ არა მაშინ რაღაც დავწერე და წაგიკითხავთ გალაქტიონის ხიდზე ასე დავარქვი გალაქტიონის ხიდზე მაწმინდა თვით გალაქტიონს წვიმა არ წმინდა ცრია კამენჩი ხიდიდან ცქერა კბილ მოგონება ჩემს გულს აწვიმდა უმზერ მბრიან მყარს ხიდიდან მარტო თითქოს არც აკრთის არც არას ამბობს გალაქტიონიც უმზერდა ერთ დროს ფირქების ნაზად მიფროლავ ტანგოს გალაქტიონის ხიდიდან ბუმზერ ქალაქს და ბუმზერ თენებას ფროლავ ქალაქში წვიმიან დილით ახალი კაცით გამოჩნდება მიყვარს წვიმაში მყრის სანაპირო დედაქალაქი ძველი უბნები ძველი მეტეხი და გარიყალა სვანეთისა და ოქროს უბნები კილოცავ. კიდევ ერთი ჟურის მოწონება. ეს არის ნომინაციაში მე მიყვარს გალა თენგიზ პაპაშვილი. ჟურის გადაწყვეტილებით ილოცავ
მოგესალმებით, თანამდებობრივ დაწესებულებას, უბრალოდ პროვინციას, გამარჯვებას. Unos saforos de San Domínguez de la Fundación de Valladolid, los cargos de negociaciones, y de los actos. La verdad es que como se supone la señora y se inventa sobre los lugares por el día, es que el día de la sanitaria y a la Lisabon metropolis nominațiile sale la obiectivele ale concursului ale Rafaelului stabilite de nostru la concursul de Bolivia. Stătăna zonele la o șaua de celeste la nu este șaua, spatașuri și din domnul Gamosa de Bolivia. Da, dar de este cele ai se măsură. ზოგგან მეც აღარ გაბრაზე. და ეგ გვინო ჩვენ ჩამოგიტანებთ. ინანიშვილი და ამის წარმოგიდგენთ. ვაჭრობის აღმოვიყო. ხელი არა, იმიტომ რომ დავასრულოთ ხალხილობის. და ჯიქანებია ჩემს არის ოდი აღმოსულთ გავიგე და განმონებას მინდა რეალურად ამბობენ მოვლენის და დაბადებები ეს მომხდარი სარიალები მისიაში ჩავდე. ჩემს იყოს პოიცია. საჩუქრე მე ვაგებთ ასე რომ ჩემთან გეგმება ჩადგაჭუი. ვარ შეიძლება. განხილული ზეგვი ჯიში ვარდომი მოსწრე ფანჯური და ერთი ნახტომი მარადისობის თათმის ზოალეს მოტრფიარე და ბატონი ვისვენ ფილაკას შეეწყო ვარდნა და მშრალ სილაში ვარდები დადნა ვათაცის ისხივი და რადგან და შემამწირავი ვარდის სილაში იყო ცხალი თუ იყო მირაჟი უგუნო ადრა დაწყნარიება ასე სიკვდილის გებადიება თაცრილა შინები დედიგნიურია ლუჭა ცხენელი დიოგრუბეროდ ხრაიوار შენები რაღაცა ვადრა თაცრილა შემოუბერო შეძება თანგეორდე შემიზეიმოს ეს ასანტები თაფლისანტები დიდება შეკა სონა მარადის იგზაციუში კონდეს ნათელი შეული ექსი გენი გვარდოვი მიწიდან მოსწდი ერთი ნახტომით ისფერ თოვლს მოტრფიარე და დიდი აწმინდის ბატონი მოსწდი მიწიდან დიდი ნახტომი მოუხერხავი ერთი ატომი ზეცა დამაობი მეთე ბატონი Naturalizația monodria, avem să mațcabe cu ales. Dar, ținem, da, extra camortes. Auțile plăcut da camuțcapes concursurile. Nu vădeva es uzobodis znova. Dar, vezi, mahasea, că spate și uzde, dar e cargat chestii. Acum კიდევ ერთი ნომინაციაში მე მიყვარს გალა. და განსაკუთრებით მინდა აღნიშნო მაია კახიძე. მომეტელებ მო. ჩვენი მარიო. შენ თორა. მივესალმოთ მაია კახიძეს. სხვადასხვა ესე იოლად მოიხსენიებთ მიმინოს არავინ გამსი მაგლაზე აფრინდება ხო და მეს უნდა ვიც მაგიტო ძალიან დიდი მადლობა მე ცოტა რაღაცა ერთօր კონკურსზე თორე ახლა რამდენი ჯილდო მაქვს კი იცი მაგრამ ერთօր კონკურსზე გული მომიდა და არ ვაკიდები მაგრამ ეს ადამიანები ისე ძალიან მიყვარან და ისე აი დიდი პატრიოტიზმი და სიტყვა მაქვს გადავწყვიტე არა და კიდე ერთი მომენტია რა გალა არის გალა
მე მიყვარს გალა და თუ არ შეგაწუხა მე აუცილებლად მინდა თქვა ბატონო ეორიოდე სიტყვა მე თავის დროზე როგორც ჩემ პროფესიაში ანუ ჟურნალისტიკაში მაქვს ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიება ბევრი ნუ კრიმინალურებს ახლა არ ვიტყვი მაგრამ გალაზეც მაქვს ჟურნალისტური გამოძიება ჩატარებული და ეს ყველაფერი დაბეჭდილი იყო თავის დროზე ასალოდასავალში გაზეთ ასალოდასავალში ხო და მე შევხვდი იმ ადამიანსაც ნუ მაშინდელ მთავარ ექიმსაც ეგრეთ წოდებული ლეჩკომბინატის ჭავჭავაძის 5 ნომერში და ასევე იმ თბილისელ კაცს ისე ვერ გავარკვიე ქურთი იყო სომეხი იყო მაგრამ ნუ ხა თბილისელი კაცი იყო და ქართულადაც საუბრობდა და რომელმაც გალა აღმოაჩინა რომელმაც ან უკვე ძის დანარჩებული გალა აღმოაჩინა და ეს ჩემთვის იცით არ იყო ადგილი ამ თემაზე მე მაგალითად ყველაზე ძალიან გამიჩნდა თვითმფრინავის ბიჭებზე გამოძიება მამაოს ჩიხლაძის გოგოსთან ერთადერთ მე მომცა ინტერვიუ და მასწავლებელი საქართველოს და ერთი გამაზე ძალიან გამიჭირდა იმიტომ რომ აი გავაც კი თან ზუსტად ვიცი სად რა საკითხებზე ადგილზე ჩამოვარდა ის პანჯარაც ყველაფერი ეს ნანახი ეს არ არის ადვილი ემოციურად რა და ეს იყო 1959 წლის 17 მარტის საღამოს 18 საათი მეოთხე საავადმყოფო ერქვა მაშინ და ეს კაცი იქ მუშაობდა ამ ლეჩკომბინატში ესე იგი ელექტრომექანიკოსი იყო ვლადიმერ მურატოვი აი ახაც მახსოვს და მე ალბათ ჩემი პროფესიის ძალიან მადლიერი ვარ ბევრი რამ ისეთი ვიცი თქვენ რომ არ იცით მაგალითად მაგრამ ეს არ არის ადვილი ატარო ამდენი რამ და ამიტომ ლექსის ადრე ვერ წერდი მაგრამ როცა დავიწყე ლექსების წერა მაშინ უკვე მზაობაც ვიგრძენი ანუ მზად ხარ ადამიანი რომ შენი საქმეები თქვა მე ორი ლექსი გავაგზავნე ერთი ოდინავ პროზერებს 5 სტროფიანია და ერთი პატარა აი ამ პატარას შემოგთავაზებთ ახლა ვარ ბედნიერი ვარ გახარებული დღევანდელი და მართალი გითხრა ცხოვრებაში რა გამიწდი 10 საათი გავიღვიძე ისეთი მზაობა მქონდა შინაგანად რა აქ წამოსასვლელად ამიტომ იცით რა უნდა ძალიან სერიოზულად უნდა მიხედოთ თქვენ მესვეურებმა აწი და აწი ეს უნდა ისეთი მასშტაბური იყოს უკვე საქართველოს მასშტაბით რაღაცა მოვიფიქროთ ერთ მოვითაცბიროთ ერთი ძალებით მოახ. მგონი გალაქტიონივით ავფეთქდი ისევ. გალაქტიონივით მიყვარხართ მგონი გაკორონულია ზეცაში მოთოვარე მარტო დაუდივარ კარდა კარაღამე გალაქტიონივით მითხარით რამე გნებავთ თამაღამ თუ გნებავთ ხვალე თორე მეშვება გალაქტიონი და მე არ ვიცი რა მეშველება ქარმა გააპოღალატის კარი გადაეხეთ ქათვალებს ლურჯიცა პანჯრის საკედან სახცახებს კარი გალაქტიონი დაეშვა ციდან გაფრინდა ლექსში გალაქტიონი ყველა სტარიკონი აერში გაქრა ხმელი ფოთლები მაკრნი ფაკარმა და გალაქტიონზე გადააფარა სიზმრებში მოდის გალაქტიონი მე ვახართ გონი. ბრავო! დილოცო მაია. მაგრა გამოხდა. მე ხა მეშინი უნდა გამოყვე არ რომელიც ყველას უყვარს და მე პირადად ბავშვიდან
შემიყვარდა რა თქმა უნდა მისი შემოქმედება და სტუდენტობისას ლექციას გვიკითხავდა ნოდარ ტაბიძე. ეს იმხელა სიხარული იყო ჩვენთვის განათლების მიშვილი. ერთადერთი მემკვიდრე იყო ბატონი ნოდარი. და იცით ხშირად ახალგაზრდები ვიყავით და რომ არ გვიდოდა ლექციის მოსმენა, ჟურნალისტიკის თეორიას, პრაქტიკას ბევრ ამას ვიკითხავდა. როგორც კი ვახსენებდით გალაქტიოს, იწყებდა მოყოლას და გვიყვებოდა ძალიან ბევრი ისტორიას გვიყვებოდა მის შესახებ. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ახლა კი მე მინდა გამოვაცხადო გამარჯვებული ნომინაციაში მე მიყვარს გალა ჟირის გამარჯვებული და მე მინდა ვთქვა რომ არ ვიცნობდი მას და აი სულ ახლახანს ისე ვიცოდი მაგრამ პირადი შეხვედრა მქონია და იცით რა მინდა ვთქვა მე ძალიან მადლიერი ვარ ამიტომ იმიტომ რომ იქ ისეთი საღამო მოეწყო ეს იყო 20 თებერვალი მგონი და მე უბრალოდ გულიმეთქი აქამდე რატო არ ვიცნობდი აბრო გოჩა აბრამიშვილი იგივე აბრო ქოლაშევა მოგილოცავ დღევანდელს არ ვიცოდი მართლა იმიტომ რომ ფეისბუქში ამ ძალიან ხანია არ შესულა დაფიქსირეთ უმეს მადლობა ძალიან ბევრი რაღაცის თქვა მინდა ზოგადად მაგრამ დღეს არ მეყოფა ეს საღამო იმდენი რაღაცის თქვა მინდა ხო იმიტომ რომ ცოტა საშუალება უნდა მომეცეს რომ ვისაუბრო უპირველეს ყოვლისა ამ ხალხზე წვლილი ვაწლი ქალბატონი წვლილი და ვაწლი ბატონი ვალიკო და ქალბატონი ნინო არიან მე თითქმის ყოველ ჩანთაზე ლაივებს ვაკეთებ ხოლმე თვეში ერთხელ ან სამ თვეში ერთხელ და ყოველთვის ხაზს უსვამ ერთ რაღაცას უანგარო და ყოველივე იმისგან დაცლილი მატერიალური რაღაცებისგან დაცლილი ხალხი არიან უპირველეს ყოვლისა და მაგიტომ აფასე და ლოხოხა კაცი არის თქვენს უბრალოდ მარტივიანი სიტყვა სუხი აქვს და სადრეზე უღლესი მადლობა და ძალიან მაგარი ხალხი ხარ დღეს ჩვენ ვიცით აღარ დავიწყებ ხა საუბარს ვიღა როგორ აკეთებს მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვთქვა ძალიან ბევრს გული ძაჭდა აუცილებლად უნდა ვთქვა ეს ვერ მოვისვენ მე შიდა ქართლის კრიტიკის გამოფენების ხელმძღვანელი ვარ და მაინც პირდაპირ კრიტიკა არ მევალდა მაგრამ მაქვს ბუნებაში ეს რომ აუცილებლად უნდა ვთქვა ეს ხალხი რომელიც წერს ატმისო თო დაღალულო თო დიხარ და რამდენ გალატო აცხადებს პრეტენზიას რაღაცეებზე და არ მიდამ თან ძალიან ბევრი ისე ყველასთვის უნდა გააკეთო მაშინ კონკურსი ყველასთვის უნდა ჩატარდეს რაც საღამო ყველასთვის უნდა ჩატარდეს ყველამ გაიმარჯვოს არ სინამდვილეში ის ეგრეთ წოდებული ახლა ახალი ტერმინი შემოვიდა ჰეიტერები ქვია ვინც გამუნათებს რა ძალიან ბევრი არის ესენი და მე ჰეიტერებს ვიმართ როდესაც დუს და თუს ვერ არჩევ ყოჩალათ რომ ამბობენ და კარგად დუს ვერ ამბობენ ანუ ელემენტარული ისა ლექს მე ამჟერ რო ისეს უკაცრად გადაგო ლექს უძღვნა და გალაქტიოს წერე ძალიან ბევრი გადაგო თავის ძალიან მე ნახე ამ კონკურსში აღარ მე ბოჭკია ნოჭყარო და მიზახურა ნამდვილად გადაგო ხოჭყარო და მიზახურა ხოლმე შემოვიდა და იმ კაცო თავის დროზე ცოცხალი პროექტი ეს გიგული ნამდვილად ხო გავყვეთ ალობი გალაქტიონი ვარ გალაქტიონი და დიდებული ადამიანი იყო ის არასდროს არ შევალ გალაქტიონოლოგი მე არასდროს არ შევალ ამ მაშინ ის დახასიათებაში მე ძალიან მიყვარს მე ზოგადად ლექსის წერა ტიციანის დაწესა ტიციანის გავლენით დავიწყე უბრალოდ და
ძალიან მინდოდა ინერცია ის მიად ვიღაცას წაიკითხა ერთი ლექსი თუნდაც ჩემ ხალხს აი გულწრფელობა კიდევ დავწერე კომენტარებში აი ლაიქები ის ყოველთვის პესიმიზმს იწვევს ლაიქი გამომისი აგერ ბატონი ვერ ხვია სამსონს არქანს ჩვენ 2015 წელს რო დავიწყეთ საქველმოქმედო საღამოს ვაკეთებდით საჯარო ბიბლიოთეკა იყო თუ ის ხო წერალთა სახლში ასევე თესლში ყოველთვის ერთ რაღაცას ყველასთვის ბიბლიოთეკას საშუალება წერდა აი იქ იყო ზუსტად გაფილტრა და მე ყავს სამეგობრო აი ძალიან ხარისხიანი სამეგობრო რომელთაც ზუსტად იციან რა არის პოეზია და ეს ეგრეთ წოდებული ჰეითერები პიროვნულად ძალიან დიპატირს ყველას მაგრამ საჯაროდ მაინც არ უნდა გამოხატონ ეს ისა თუ კი არ ძალგიც რომ გაითავისო ის სიხარულა ვიზე ვარდო მე თვითონ გამომიხატავს თორე მაგრამ ეხლა ერთ-ერთი იყო ჩემი სხვათაშორის წავაწყდი ორპოს რა ლექსსაც ახლა წავიკითხავ აივანზე არის გადაკვეთის აივანზე ეს ლექსი და სხვადასხვა და რა აივანზე გადაკვეთისა და აივანი მაგრამ მე მინდა შესავალი სულ ერთი აბზაცია მეტი კი არ არის და რატომ დაიწერა ეს ლექსი ამას გეტყვით და იმ ჰეითერებსაც იქნებ მათ განსხვავებული აირის გამო მებეწოდა ლექსი აი გალას დღიურებიდან არის ეს ამონარიდი და ზოგადად ეს იყო მიზეზი იმისა ლექსის რამაც განაპირობა ლექსისაც აივანი იქნებოდა ცემენტის მუშაობდა ამ საქმეზე 3 ხელოსანი მალე ცემენტი გაშრა დღეს დილით კი ჩვენი აივანი დაფარული იყო აკაციის ახალ-ახალი ყვავილებით სწორედ ჩვენი ხიდან ჩვენი ძვირფასი ეგლის ხიდან ცვიოდა ახალი ყვავილები ერთბაშად ორი სიხარული ახალი აივანი და ახლად გაშლილი ეგლის ხე 17 მაისი 1952 წელი შევა ჩვენი აივნის ისტორიაში როგორც ახალი ცხოვრების დასაწყისი. და მე ამ თემაზე დავწერე ლექსი და თუ არის თუ გალაქტიოს და არის მისი იურების იქიდან გამომდინარეობს, ამიტომ ნუ მომუნათე. ყველა აივანს დედოფალი გონია თავი, ყველგან თითქოს მეკეთება განმეორებით, როგორც პოეტმა შეითავი შენ უკვდა ყვავი საუკუნეებს ვერთდები ლექსთა ზმორებით. საშინხინია ვარსკვლავების გაუმართავი რიჟრაჟის ნისლებს დასტირიან, მაგრამ ლხინია ყველა აივანს დედოფალი გონია თავი და არც მეფეთა ნაბიჯების არ ეშინიათ. ეკლის ფოთოლქაწინები აქვს შესამოსელად დიდბუდება და მეფეს იხმობს რომ შეეწიროს. თუ აივანზე გაივლიან მეფემ გოსნებად თითქოს თეთრბინოს გაზაფხულის გვამი ეტიროს. რკინის რიკულთა დედოფლობა რა საქმელია? ლურჯ ბედაურთა ბაიკონში გამომწყვდეული დღეს აივანთა მძიმე ცოდვა ისე ხმელია როგორც პოეტის ერთადერთი ძველებული. განსაკუთრებით ღვინო მომეტონა, მოდი გილოცო. ალკოჰოლი გაგამოვა. ძალიან სწორად აღნიშნა რომ დღეს თუ კი რამეზე შეგვიძლია ვიცოდოთ, ეს არის ის რომ ქართულ წერილობას არ აქვს კრიტიკა და ისევე როგორც ბევრი რამე შეცვალა Facebook-მა, ესეც ჩაანაცვლა და ის ჰეითერები ხო არიან ზუსტად ვინც ითასებს ამ საქმიანობას და ჩემთაობას ძალიან კარგად ახსოვს ბესოჟენი და ძალიან კარგი ლიტერატორები, რომლებიც წერდნენ დღეს სამწუხაროდ ეს არ არის და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ არსებობის უფლება ყველას და ყველაფერს აქვს და დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს. დავხსნათ ეს ჰეითერებიც
ალბათ ზოგადად მე როცა ასეთ თემას შევეჭიდე, ზოგადად კრიტიკის უპირველეს ყოვლისა ჩემი სახელმძღვანელი იყო კონსტანტინე გასახურდეს ესეისტიკა და კიტა აბაშიძე იყო ჩემი პირველი, აი ფსიქოლოგები იყვნენ ჩემი. იქიდან მოყოლებული სულ ეცნობი რა არის ლექსის ბუნება, რა არის პროზის ბუნება და ზოგადად რა მხარე შეიძლება თუნდაც ყველაზე უარყოფითი ლექსი აღმოჩნდა. მაგრამ არიან ადამიანები ვერაფერს ვერ ხავსიც რო არ არის და ესეთი ძალიან ბევრი ამბიცია აქვს. ეს არის უბანო ტაში და უბანო ლაიქების გამო. ძალიან დათო სამსახურში ეს სოციალური ფემინიზმზე უხდებით ხშირად. მაგრამ მინდა დაიმსახურეს ლაიქები და ამით მეფედიერი ვარ რომ ეს არ იყო არა ხოლო ლაიქებს იმას არ ვარ ამბიცია რომ უჩნდება იცით რას ვფიქრობ აი ალბათ კარგი იქნება თუ მოვაწყოთ შეხვედრებს აი ესეთ მოვიწვევთ ლიტერატურებს, ლიტერატორებს და ერთი შეხვედრა მოვაწყოთ და ვისაუბროთ აი ამ თემებზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე გაბრაზდეს და რაღაცა ჩვენ არავისზე ცუდს არ გავახმოვანებთ. პირიქით, ყველა გვიყვარს, ყველა ჩვენიანია და გვინდა რომ ყველას წარმატებები ვისურვოთ. ახლა კი ნომინაციაში მე მიყვარს გალა. ნაცია ჯიმშელელი. ხალხის შეეული. როგორც დავინახე მარტო ის მოსული გვეცოდი რომ დავიხატე გამოვიდა. მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა ამ ნომინაციისთვის დიდი მადლობა. I am Yukonizam konkursis organizatorist Bardanalı Korkavatlı'nız. Doğalı mamisyanın minimum abisi sanandiyatında olanında mudam mümkün var. Sesanda usas programı yapıyorum. Şurası Bardanalı I am diplomis. Subjektivizējas galvo, თვითონ დულობის სიგერის ადრესატი ვერ გამოსვლოდა და სკუტაიშა რევოლუცია და მის ლექსი და მადლობა ერთად მოხსენეთ. ლექსი ადამი მახინჯოლ თვითონ მოხდა პოეტეს და ლექსი და პოეტია ეს პროცესს უკითხულობს სხვანაირი განსხვავებული Abi programında Saladiye'miz kadar çalıyor. Mutam sizi zaman başı Gayriye izlağım Tavira toplumuyla Midron dairave Knida svathavet Mosatun Romosundan sonra midron Şengi dardes Kritiklav Matze Romar gayrido Nugoni adroshi tsdebi rotsa leksi motsalia ki tsarsushi gadmoxda da igi დღესაც სოცხალია კლაუდენ როცა შეისმეს და სიყვარულს არ აღისებდნენ მისთვის სასურველობაში სამეწყვიას გავიხსენებ ხოდა ვის ხმა ესმოდა ყოველწუთაზე მხოლოდ თვითონ ყრუთილი არ მიღების სხვაგვარ როგორ განხილო და ერდილას ფანჯრის სივრცელ აიტარ სარაგორ ფუტრედი მამის მინა გულის კუნესა ვიდრე ჩვენ მას გავიგებდით ახლა მესმის შენ კუნესა კიდევ უფრო მეტად მესმის მეს შენსავი გადავხდები ვიდრე ვინმე ტყეას მესმის განა შენისგან ამინდა შენ უნდა დაიღალე ამდენი გამოტანობაში მე საშინელ დავიღალე ასე ყოველთვის დომო ვისთვის როთვისთვის გალა თავის სიცეს მიტომანდო აქ მიწაზე დაიღალა მადლობა ჟიურის გამარჯვებული ჟიურის მოწოდებული ნომინაციაში მიიღოს გალა თემურა ზღვინიაშვილი Yo,
კონკურსებში მონაწილეობა, თუმცა რა თქმა უნდა, დიდი ხანია ხორციელობა ამისების წევა. აცხაირად გამიმართლა. იმალობა ამ მართლა შესანიშნავ საზოგადოებას ამ სახელმწიფო იმინოს მართლა სულ საშიებროს მაღლა და სულ მაღლა. Après ხოდა მე მაპატიეთ ლექსებს წაკითხავ რადგან აშენიძე არ მაქვს ის საფალები ჯეკით გამომიწერეს სანამ არ გამიგეყარა ხოდა უბრალოდ ვიტყვი რომ ჩემ მათვილობაში გალაქტიონის არცოდნა იყო ასე ვთქვათ გრეხი სოდვა სოდვა გასწრებული სახელმწიფო ვიდეო და ლაპარაკი ეს ისა და იქ ეს იყო ჩვენი აუცილებელი პირობა რომ გალაქტიონი ნახტოდა ჩვენ თაობას გალაქტიონი ბევრი რამის შეიძლება ჩვენ რომ საფეხური დაბრუნდა კათოლიკე იმპერატორის კლასიკაში როდესაც ახლა საფეხურს კიდე ვერ დაბრუნია ის საფეხური მაგრამ იმედია აიძულება გამოიძებნება იმაგინე პროფესიონალიზმი კანონის მოსტანა და მოხდას აბელებს საჭორო ტრევია დიდი მადლობა სულ ყველას გაიხარეთ ჩინებული ლექსები იყო მართლაც მშვენიერი, რომელიც შეიძლება რომ შეიტანოს ჩემში. კაცმა და წაიკითხოს რა დაფტვეს ამ უშენიერი ადამიანის პოეზიით და გაიხარე, გილოცავთ? და კიდევ ერთი მოვლენა და გამოაცხადო სიხარეთ. ჟიურის მოწონებული. იცით, მე ყოველთვის მხარია, როდესაც ახალი სახელი იშლება და ახალი ნიჭიერი პოეზია ცნობს. იცით რატო? ძალიან რთული ცხოვრება მოხდეს, ბევრი ლაპარაკი თამაში და და აი ეს დღევანდელი დღე თუნდაც ის რომ ჩვენ ხშირად ვაწყობთ შეხვედრებს ეს არის რითიც ჩვენ ვიხარია ცხოვრება, რითიც მომავლის ჯერა და რაც ძალიან დიდხანს მიყვება ემოცია. ეს ავტორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ მე ვიტყვი? ნომინაციაში მე მიყვარს გალა სოფო ებრალიძე. გილოცავთ, გაიხარე. ამ ნომინაციაში გამარჯვებული და შეძენ წარმატებებს ვისურვებ. მოგესალმებით სულას. კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებულებს და თერმინოლოგიურ წარმატებას გისურვებთ. ახლა რაც შეეხება შემოქმედება სახელმწიფო საზოგადოება მიმინოს მისი ლეთავს ბატონ ალგო კაკალიძეს ჩვენ უსავალეს უნივერსიტეტში ხება ჩემთან არ დავიწყებ ადამიანების არც სიყვარულის გამოშვებები არც სიტყვის გამოხატვა
არ დავიშურებ, იმიტომ რომ გარდა კონკურსებისა და ანაჩვენებელი საქმეებისა, პირადად ჩემთვისა ყველას, ვინც ახლოს იცნობს და არიან გამორჩეულად უსაყვარლესი ადამიანები, პიროვნულად ქრისტიანები, დიდი ადამიანები, სულგრძელები და მინდა ისწრაფოს გახარება ყოველთვის საუკეთესო, რაც კი არსებობს ამ მიწაზე, ამ დედამიწაზე, ამ წუთის სოფელში, უსულო და რაც გული ჩანაფიქრია, თქვა ბოლომდე, ბოლომდე გახოლოდე თავად ფიზიურ საქმეებს. გახდა კონკურსებისა, ესეთი გააღნიშნო, რომ არ მიყვარს, ეხლა ბანალურია გამეორდა, არ მიყვარს კონკურსები, მართლა არ მიყვარს. არასდროს არ მიმონაწილეებია, იმიტომ რომ კი არა რომ მაგრამ წერდა მაგალითს არ მიყვარს, მაგრამ ერთადერთი შემთხვევა იყო, რომ ესენი რათა დაცხადები არ შეგვიძლია მონაწილეობა არ მიიღო. წინასეც მივიდე და ახლაც მივიდე, ყოველთვის მივიდე, ამათთან ყოველთვის მივიდე. გულის ვერიგოები ტრადიციის ზუსტად იცის ხარისხი. მე იმართობა გაიხარე, უგუნესი მართობა. ამიტომ პროფესიით ერთი ვარ, უბრალოდ ბავშვები და მართლაც და პირველი აღმოჩნდა ჩემი დედიდან, მოხდა ქალბატონ მანანა გამოცდა დედაჩემო სტუდენტური ყავი, სამედიცინო სტუდენტი დამთავრებული გახდა და მაშინ გამიგვეცა ჩემი პირველი ლესი როგორ მახსოვს. წერლის გაზეთში და აი ცამდენ გახარებული ვარ, როგორ მოეწონა და გამომართვეს და აი მის შემდეგ ჩემთვის უძილფასესი ქალბატონია, უსაყვარლესი, ისეთი ყვაწო, სიმღერა გამოხატვა შეუძლებელია და აქედან გამომდინარე მოხდა არაჩვეულებრივი ადამიანების დაცნობა და პირველი კრებული იყო ჩემი სამშობლო, მაშინ დავასწავლე ლექსიკონთან და იმის შემდეგ ყველა წიგნში მივეწერე მათთან და არ შემიძლია, რომ ამას გვერდს არ იყო, მე რა ასაკეთებ, უბრალოდ ლექსავსავდი და კიდევ ერთხელ აღნიშნა ქალბატონმა მანანამ აღნიშნა ისედაც თავის კრებულებისა საფრთხე და კრებულები ეს არ შემიძლია კიდევ ერთხელ ვარ აღნიშნა და ყოველთვის ვამბო ეს ის ხალხია რომელსაც ბევრი ადამიანი აღმოაჩინა უანგარო დაბეჭდა როცა თავის კრებულები შეერო და მოეშვა და ისე სხვა საფრთხეები დაეკეთებინა მაგრამ არჩია ხალხის დახარება და ისეთი კრებულები გამოუშვა ჩემი სამშობლო ნემკივაშოვი და ყველაზე ძვირფასი ჩემთვის გამორჩეული მართლა წიგნთაშორის წიგნი ჩემთვის რომელიც ყველასთან ვამბობ და მინდა რომ ყველა შეიძინოს და უბრალოდ გაუშვეს შეუცნობელია სამი უფლისანი ნამდვილად ბატონო აი ნამდვილად ვიყო სამაგიდოთია ნამდვილად გამეორდები რეზომიშველაძის ნამდვილად სამაგიდო წიგნია აი ეს წიგნი რომელიც არის ხო, თან ადრიანის უფლებს დათმავდა და შეიძლება არის ნამდვილად შეუძლებელი ლექსები შეტანილი. ყველა ავტორს ხება და ყველაზე დიდი ხება ჩემს ბალანსს და თავადაც ისაყვარლო ხელმისაწვდომი საქმეებს. გამიგდა საუბარი ფერმები გადავიდები და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. გაიხარე, წავიდით შეგეთ დაალავე და ყველას ვიყვართ და ჩვენ ყველას ვიყვართ გალა. ეს ასია. და თავს აღარ შეგასწრებ ეტაპი მესვე გადავა. დალას თუსულის ნოჯებს ორითმები სხვა უზერია. მაშინ თვითონის მზეობასთან მას უდევია. მას უზოცია ღვთისმშობელთან მისი ხვარზე და უწერია უკანასკნელ სიმფონიაზე. შეშლილია ოძახდენო ვერ გადაუსწრეს არადანობის ფასდებოდა ცოცხლად ლინია. უსიყვარულო საზეთო ზევას ვერავედავდა. მონაქროლები ავიწი ააშენებდა იყო პრობლემა როცა გალას არ მიხატავდა მაშინ როდესაც უძალებს რითმებს ხარგავდა ხან ნაღმები ხუდებით რომ მიჩოქილს იტანდა ალბერიქით რომ ისი ხვარს ძლიერ წილავდა წერდა უსიყვოთ აღრეფდა სიტყვებზე წიდა ხანი უნით იყო ზერამისი შორწმული და სიცოცხლეში როცა ვერები მას ვერ ხედავდა იყო ელური სიმართლის ფიქრებს ხვედავდა გამაგიცოდა იყო გალა ქონდა მზაობა როც გარდაცვლილი უფრო მეტად ეყარებოდათ როგორც ჩვენიათ სოციალს მკვდარი ერჩინებოდათ ისი ლექსები მასთან ერთად არ მოკვდები
ვარლოთ ყველაფერი რომ აზრს კარგავდა რომ ისამართლოთ და სიყვარულს გაათანა მაშინ სამყარო რომ დარჩა სული მოწყენილი მისგან უყოლოდ ის იყო გალი პოეზიის სულთან ბერანი შეშლის სამყაროს იმდროების გულთან ხედავი თვითმკვლელობამდე ყვავილი და კვლავ მფეთქავი მრავალდროების აფრენილი ზეცის მხედარი როს მიიცვალა ცამი მუხა იყო გათება და მას დაადგეს პოეზიის მეფეში გვირგვინი როგორც ჩვენი რაფ ცოცხალს კობარი ისევ არჩიეს და ასეც მოხდა გალა გახდა გაგრეთებული დიდი მადლობა დღეს ორგანიზებაზე მთელი პერიოდის განმავლობაში სულ მახსენდება გურამ ბოჩანაშვილის ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან მიყვარს. ადამიანისათვის დღეა, ზეა, სინათლეა. დღეს ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და მიხარია. ნომინაცია მე მიყვარს გალა. ნანა აბულაძე. ხალხის ჩვენი მისი წარმომადგენელია, გამოვიდა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხდა. გიორგიაც რაღაცი ჩვენი აში დამივესალმოთ. ხალხის ჩვენი ანუ ელექტრონული რაიტები. დაწერა იდგამირკანი ხონსიო ასაცველში ზეითზე უთრებოდა დერსები მარი ხალხიონი ფაშისტას იანურის მოძვეს ვაგის პრექსაზე მიაცილდა დუმანა ის ფერტოზე ისრებ წინა და მithmagari ცას მიეფარა ხარე დამრი იქან კონსიო და პოეზიის გამეფე იქა საკუთარი ძალიან დიდი მადლობა ხალხურმა აბულაძეს რომ მოსწავლემ და ასადა მე მადლობა ორ სიმღერას დაუკრავ შენ გეუბნე შენ საფათო მოსულან ეს ხალხი და ორ სიმღერა დაუკრავ ერთი აგრესორია თურმე ჩვენთვის ძალიან ხალხის სამყაროში გარკვეული მიზეზების გამო გიორგი აღნიაშვილი ყველა არა მეგობრებო სხვადასხვის რაღაც არასასიამოვნო გარდაეცვალა და დღევანდელი დღეს წლისთავიანი კიდევ მიხნა და ზუსტად არ მახსოვს ვისი დაეცა შეიძლება მამამისის არა მაგარი და ბოლოს ჩვენი ასის გადაწყვეტილები პირადად ჩემი და ვალენტოს გადაწყვეტილები ჯიურის დაგვეთანხმა ზვიად ფერფიშვილი გიორგია შემოქმედებით რომ მეგობრებო მე პირადად მიხარია ის რომ თქვენ ხართ ეს ცოცხლები და თქვენ ხართ კარგი მე მიხარია იმიტომ რომ ეს სამყაროში ხართ ჩემთან ახლოს ცხოვრების განმავლობაში მე საერთოდ უბრალოდ მოვიდი რა ძალიან ცხოვრების განმავლობაში მე ესეთი შემოქმედებითი ის მქონდა რომ მე-6 კლასიდან წერ ლექსებს სკოლაში. ხო, და მე ჩემმა დამდგებელმა წამიყვანა და უკაიბეს დიდი რომ მქონდა რაღაცა, წამიყვანა მე პოეტთან რამის საჯაიასთან. ხო, და მან მომწოლა ეს ლექსები. ახლა მე ესე გამიჩნდა ეს ყველაფერი რომ ბატონ ბუხარაჯავარიანის დიდი მუხრანის საღამოძიებანი. და იქაც რა თქმა უნდა დავჯილდოვდი და ასე და ასე. ეხლა მე დიდი მადლობელი ვარ ბატონ ლაშკოს. რატომ თქვი ეს და კალბატონებს იმიტომ რომ დიდი მადლობელი რომ ასეთი ღვთისმიერ ადამიანებს მე ძალიან მიყვარს ესეთი ღვთისმიერ ნაბიჯებს რომ გადავგავენ ხოლმე ცხოვრებაში
ადამიანებს დააფასებენ. გაიხარე. თავება ჩემს გალაქტიონი გალაქტიკას გავდაუცილეთ. ასე ქვია ეს. ძვირფასო მოდი წუთით ახლა ერთს მოусმინოთ. გალაქტიონი ჩვენს გულში დარჩა მუდამ უცილოთ. პოეტი ქვეყნად პოეზიის მოგგავდა სიზმარს, თავისი აზრი და სიცოცხლეც დაუთმო იმ გზას, სადაც სიყვარულს, საოცრებას, ხოტბას ასხამდა მისი ცხოვრება ტრაგედიის განცდით დამთავრდა. გალაქტიონი იყო ერთი ვიდ გალაქტიკა, მარადის მწყინავს პოეზიით ჩემი განცდისგან. ჩვენი დასასრულს უახლოვდება და მინდა ვთქვა, რომ 95 ლექსიდან კიდევ მოაქვს ერთი თუ არ ვცდები 10 ადამიანი, ვისაც ძალიან დაწყებული. უზრუნველყოფა უბრალოდ მართს და 12 კაცი კიდევ აღარ დავაჯილდოვებთ, ეს ყველაფერი ჩვენი სახსრებით დავაკეთეთ და კიდევ 30 ხოლმე დავაჯილდოვებთ და ბოდიში წინა მომხდარა ადამიანები და თვითონ დაიღო ალბათ რომ უსასრულო ვერ დავაჯილდოვებთ ვერ არის ხო? ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალბატონი ირმა ესება ვის ესეც ძალიან გულჯობს და უბრალოდ თქვით რომ მორჩა 12 წუთი აღარ გადავწდე. იყო კიდე მედიარატიანი ქალბატონი თინა გელაშვილი ძალიან დაწყებული გულიკო ადამიანი იყო კიდე ეს მარტივი და ალბათ ვერ მომიგებთ პარამეტრი საშუალება აღარ იყო. შემდეგი კონკურსისთვის ეხლა ერთი რამე მინდა ვითხრათ, პატრონებო, აქეთ ალბათობა მაიამ თხოვას და მოთხარი. ჩემსაც. უგლება პროგრამა და ჩემი მინდა და მე ჩემი თავი შემოგევლო ალბათობა იყო. მეუბნებო, ჩვენი საზოგადოებას კიდევ ვაცხადებ. განაწყვეტილი აქვს, რომ ვისაც მიყვართ გალა, ვინც ვერ გაიმარჯვეთ, ყველა გამარჯვებულები ხართ ხალხო. ერთი ადგილია პირველი, მერე მოყვება მეორე, მესამე, მე 12-მდე გავშალე, მეტი მე ვერ შეძლებ. ვისაც თუ რამე შინაარსი გაგაჩნიათ, კარგი, რომელიც მოსაწონი იქნება, მომაწოდეთ, მეგონი არ დამწყდება. გავაკეთებ იმ საქმეს და გამოვაცხადებ, რომ ეს იდეა მომაწოდა ამ ადამიანმა. თქვენი სახელით იქნება. დამეხმარეთ მე, რომ გავაკეთოთ ბერი. ქალბატონო მაიკო, უზადი, სანეთ და მერე სულ ერთი წამს გადამოვიდა. უბრალოდ ცოტა ადრია, მაგრამ ყოველთვის არ არის ამის საშუალება ხოლმე და ერთი თვე დარჩა, ალბათ ერთი დღეს 14 აპრილს, დედაენის დღე არის, ამით მაინც დაგამახსოვრდეთ. 14 აპრილს ყველას გეკავშირებით, ჩემი მე 14 წიგნის პრეზენტაციაზე თავისუფლად სიმბოლურია. ბილეთი არ გიდათ არანაირი სახსრების განმეორება. ყველას ჩემი მითგებადიჟებით მოგზადით თუ ლამაზის თაღებს ნახავთ უგდება. დიდი მადლობა. რადგან ქალბატონი ირმა მოსულია მინისტრ აი მართლა ძალიან მეთონა ირმა და იცი რომ ისედაც თქვა შეიძლება და მინდა რომ წამიკითხო და ჩათვალეთ რომ გადავეცი სიგელი და ის გამარჯვებულია მართლა გვინდავს და უბრალოდ შევწყვიტეთ 12 კაცი და აღარ დავაჯილდოვეთ არა უსასრულოდ არსად არ ჯილდოვდება და არ არის მოდი ხარ აქეთ შორიდან მოაშრიათ ღამეს ხალხია თავებს დახიან წელი მარში მათი ფერები შუმადგანია და შეგადაცე ფიქრის ჩემს ცრემლი წამწამდა სუხე ჩამოსდა ვერ შეგიძნეს ეს გულისპირი მერის თითებმა ზღაპრის სამოსა ცასრად მიედო ხდება გაშლილი რაც შეგვატოვე დროთა გამოცდა მიწაზე დაფარ როგორც აჭრდილი ზენავი სული შენის დამცა ქარად დაცემი სიყვები მშვიდი საუკუნეებს შენგან აღმოხდა მუმიის ფერფლის სიშორედ დიდი
სარკოფაგიდან შენს წინ წამოდგა, როცა ლანდები გამოუქრქონ, გეფინებოდნენ სიზმრებად ნარნარ, კვლავ მესაფლავეს ისე ველოდი არიჯერებდი მის წეულ ხარხარს, არიჯერებდი ქალის სურვილებს გააყოლებდა ჟამთა გადავლას, ისევ დახრიდნენ შვეთფეჭა მულები, კიდით კიდემდე ღრუბები ქარავას. Pravda მაფენდა მთვარე თეთრ სქივებს, გადაასებდა შენ სარკელებს გზები, გაგიკაცებდნენ შორი კიბები, მედის ნებები, ზევით და ზევით, სადაც მზე მამნა, წვენობს სიგეთს, ზეცის კარს გახსნის სისკრის საფუძვად, ჩავსვენებენ გრძელი ნავები, შენი თვალების გარდაცვალებას. და მოგიხმობენ დიდ მეფე პოეტს დღენი ერთმანეთს მიყოლებული, შენ ისევ ტირი ვით მეფე ვირი, ვირი ყველას გამიტოვებული და განა როცა ლექსებს წერდა ფიქრობდა ამაზე ედნა რომ აღიდგა გაკრაფილი ჯვარზე თუ მოსწონდა რასაც წერდა არ მოკონდა თავი და ამ კაცში შემოსულსაც ნეტავ ისიც განიცდიდა მიკროფონი აჩვენებს მისთვის იყვნენ საფიცანი მათ ნაკვალებს გასული და თუნც დარიან ამ ფიქრით როცა მერის ლექსს უწერდა ამ უხმობდა რუჯაცნებს რის დუდუში გარემული იქნებ ვრიდა ხშირად წერებს იქნებ გულში დიდი დარწმუნებას იოდა აუსაშველოდ თვალეს თხოვდა გამგზავრებას წასულიყო უსახელოდ იქნებ ხშირად გულის ნარდებს გააკანდა მტკვარს მის გზაზე მესაფლავის განმას ის ფიქრობდა თავის თავზე მიან კაცის პარს რომ ვაღო მოწიწება მიფროს მაგრამ მათ წინაშე თითების მოხდა საუკუნოდ მაწევს თვალად ყველა ვიცით რომ რადგანა ამჯერები და არც მოდერატორები არ იღებენ მონაწილეობას და ჩემი მოგზაურული ლექსიც ვიდა ავიკითხო ეს პირდაპირ გავასარეხება მე წარმოვიდგენე როგორც წერილს დაუწერდა ხალბატონი მერი გალას პარიზიდან და მე როგორც ვთქვი იძახნა ხოლმე არ ვამაყობ ჩემი ლექსით მაგრამ მე მიყვარს ჩემი ლექსი ძალიან კარგია მეც მომეწონა ძალიან უბრალოდ ლექსია მაგრამ მე მიყვარს მერის წერილი გალას პარიზიდან 1923 წელს თვითფესო გალა ახლა მე გავა თვალისთან მაგრამ არაფერს მიდის აქედან არ ჩანს არც თეთრი ხიდი და ამას ძლიერ გამიცდი. ახლა წერილს, შორეულ ლანდის, შემორჩენილი სურვილის ახსნით, ვიცი დიდხანს, ცნობების მართლით, რაც მაწუხებდა, მაშინ რომ არ ვთქვი. დუმის როდესაც ფარდას ავხსნიდი, გამიგებდი თუ ვერ გამიგებდი. მე ყოველდღიურად ამბებს ვიგებდი საქართველოს და შენი გამგების. ელვა ჯირკუთან გაზეთს რომ ხიდის, პროკლამატორი სერ ჟორჟ დევიდი შემოხვდა გზაზე ერთივით და მითხრა გაზეთს ხომ არ ვიტენდი? ჯირკუთან გაზეთს რომ ხიდის, პროკლამატორი სერ ჟორჟ დევიდი შემოხვდა გზაზე ერთივით და მითხრა გაზეთს ხომ არ ვიტენდი? იმ 1905 წლისა გაფუძნებული ეჭირა გროვა ხო თეატრი და ცხოვრება როა როდის მოასწროან შეგროვება ვიყიდე რადგან იყო აირა გუმანით უზნობი იყო წარწერის ლექსი რომელიც მე მომიწყვეტი შეჯვარს იწერდი მამის მერი ხო ჯვარს ვიწერდი მთელი სიცხფერით და იყო გლოვაც არაჯვრის წერის არამედ გლოვა გამოდიდების რადგან იმ დღისით თბილის პოროდი ძვირფასო გალა გიგზავნის ბარას სამწუხარების ნიშნად ამ დრამას რომელიც სევდით წერელა ვატან არ ვიცნობი რომ პირადადერქვა და ამიტომაც მივმართე ვატმანს რომელსაც ღამის ხარი მიერქვა და ხეულ ფურთის საჭეთა ამ ხარს რომელიც მალავს ოცნებებს დამკრას შენ ხო უარყავ ოლღას წერილი შენ ხო შიშის და წერილებს ხევი ხო ჩვენ ორივეს გვერდნა ბედი მიჩნურებიდან უარყოფილი ეს იყო წლები რეპრესიების მეც მიმაწერეს იმ შავსიებში დავბრუნდებოდი ვინიცის როდის ან მიხაილს დავბრუნდებოდი და მე წავედი მაინც აქ-ახლა ამ წამს სუნი ამ ძაფრი მონატრების და იისფერ თოვლის რომელიც არ მოდის პარიზს შემომიყავდა პატარა ქოხში ტყის განაპირა რუე ბათოში მეც იანუა თვითნებედი ოღონ სამშობლოს
აბა გავწერე. შეიძლება კარგად არა, მაგრამ მე მიყვარს. დიდი მადლობა. ძალიან ხელადელი დღე დასრულდა, უბრალოდ საძე მოდის ბარბავს და ამიტომ ჩარობთ და მედიდა თხოვოთ ჩვენთან სტუმრებს ჩამოსული არის ქალბატონი ისრაელიდან იზოლდა მოშიაშვილი, რომელიც საქართველოშია დაბადებული და 80-იან წლებში წავიდა ისრაელში და ძალიან ხშირად ჩამოდის, ძალიან უყვარს საქართველო და თუ დაესწრებით დიდ მადლობას გეუბნებით. აბროს და რაღაც ვითხრას და მე კიდე მინდა გითხრათ დიდი მადლობა, რომ მოგწადით ჩვენთან ხარსა. სულას მადლობას მოგესმით მომწარებისათვის, ჩვენი ჯგუფის, ჩვენი საზოგადოების დაფასებისათვის და კიდევ ვაყო. ჩვენ გვაქვს ახალ-ახალი პროექტები, იდეები რაოდენობა, იდეები განსხვავება ეგრე ვაყო. იდეები არის მოგვაქციეს ყურადღება, რომ მე ათვათ რომ ეხლა ბატონი თავისად სიტყვის და ჩვენგან დიდი მადლობა და აკეთებდა უსულო პეტრე. ვაცადოთ რაც გვერდის ბატონია, არ გვაინტერესებს. უნდა მოგდებით შე. მხოლოდ ერთი რამე მინდა დავამახო ადამიანებს. უპირველეს ყოვლისა, კიდევ მადლობა მოგზაურებისთვის და მადლობა ამ ადამიანებს. ამ დენასიკისთვის არ არსებობს დღესდღეობით არც ერთი ორგანიზაცია, არც ერთი ის პირობითად არის რაღაცები თანხასით, მაგრამ ეს ხალხი უშურველად, ეს ბურცრფელად ყველას აძლევს საშუალებას თავიანთი თავი გამოხატონ, თავიანთი თავი წარმოაჩინონ და გამოსცადონ, თუნდაც ამ ადგილზე, აქ სადაც ვდგავარ ჩვენ ძალიან დიდი ბუმერანგი ხალხი გამოსვლა და ერთი ის მინდა წერარო მინდოდა ვეთქვა მილიონიან ქალაქში. გავედი მოსაწევად, წავიდა სტუმარი და მეც გავიდა მოსაწევად და მე ვაგზელე. ვანებებ თავს ითავს და მეორე დღეს ვაგზელე კითხვას. წაიკითხე მილიონიან ქალაქში და ეგ შემაჯამებელი რაღაც მინდა ბოდიში მაპატიე. აუცილებლად უნდა ვთქვა ეს ლექსი, რადგან ყველას ვისაც აქვს ამბიცია, ერთი რამე უნდა ახსოვდეთ და ჩემი მოგზაურებული ხმით მინდა რომ რაღაცა მე არ ვარ გოწვარი არც სინამდვილე არც ის საკმაოდ გამიგდეს მოდი ბატონო ეხლა გისმენ მინდა რომ უთით მე არ მესმოდა შეგი არ მესმოდა საიდან ჩნდებიან გონებით მუდოები რა უნდა დაწევი ბინძურ მომთაბარეთ ანდა სად იქნება მათი ურდოები ან როგორ შევძენით მათ რომ ვათამაშოთ წაგულეგეს 1000 მოუჯურონ აშთებმა ჩვენივე ანგლით რომ მივაქით საწუთრო როდისღა ამოიშანთება საკალის მოგზაურს სულიად ვაკუთვნოთ ხარხარებს ოერა საზრად ხარხარებს უსულო უგულო შავნელი სატანა დეკავთურო დესმე რამე გაგვახარებს მითხარი რით შევძლოთ ამდენი სატანა დაიდგა 1000 უკუღმა ძეგლები დაიდგა 1000 უკუღმა ბიუსტი აიღეთ მოხარშეთ უპატრონო ძვლები და სისხლის კამარას ქვეწკნელი მიუდგით ეგრე აისოს თქვენი საწყაული უბრალო ხალხების თმენითა დააოფლით ახლა აღარ არის მოდაში სასწაული ამიტომ თქვენივე ბნელეთში აობრუნდით დასტოვეთ დასჭედეთ თქვენი სკამები ჩუმად გაიყარეთ ალი დაგინახოთ თქვენი პოეტებო აიღეთ კარდები თქვენ კი გადოფრისუდით და ნუ გძინავთ ხალხო აშალეთ ქალებოებ თქვენი მანდილი კაცებო დაგმარეთ გულები ერთისთვის არასდროს არ გქონდეს სხვა ქალის სადინი ქართველო ილოცე შენივე ღმერთისთვის მოვიხსნათ უღელი ისრებს რომ ვიდაღავს შევიხსნათ მარწუხი უსისხლო მაჯებზე
არ დაივიწყოთ, სითხართ დავინახართ, აუგი არ გაცდეთ დღეს დედაგამჩეზე, თუ კი დაუძლებელს არ შეუშინდებით, წამსვლელნი მიდიან, ვიფიქროთ დამჩენზე. ეს არის